ნიკა ლომიძე და თეა გობიჯიშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. ხო, რა music box-ზე ხო ძალიან მეწყნე რომ ორივე ჩემი მეგობარია, არის კი. ხო და მოდი დაურეკოთ ნიკა ლომიძეს და გავიგოთ რამდენად ჯობია დაურეკოთ. მოდი ჯერ ნიკას დაურეკოთ და გავიგოთ მართალია თუ არა. მაინც თუ მართალია ძირითადად ჯობს ხოლმე რომ მამაკაცისგან გავიგოთ ეს ამბავი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცი თეა გობიჯიშვილი უფრო. ეს ბიჭი გააჩერდ, ვიღაცა დაგხვდება, შენ ხვდები შენივე მეგობრებიდან დაგხვდება ვიღაცას გასასვლელთან. კაი დაურეკოთ. ნიკა ლომიძეს. შენ დაელაპარაკე. მე დაველაპარაკე. ეს მე დაველაპარაკე. კარგი. ალო, ნიკა გამარჯობა, რადიო აფხაზეთის ხვიდან გირეკავთ, ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკეშვილი და ზუზუ. როგორ ხარ? კარგად. აჰა ზუზუს ეკუთვნოდა ხო ნიკა? აჰა. რა კარგია, მაგრამ სახელი მითხარით რომ უცბად ხო ისე გავჩუმდი. აჰა, კაი, აჰა. ზაზა, შენი ხმამეს ვის? ნიკა! ეს რა კარგია. ნახე რა უნდა კითხოს, ნუ კი მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი SMS-ია მოსული და ძალიან, რა ვიცი, ჩემი მეგობრები ერთი სიტყვით ჩვენ გადავწყვეტეთ რომ შენ ჩვენი მეგობარი ხარ. ხა ეთერში ვარ რადიოში. კი, პირდაპირ ეთერში ხარ ნიკა. რა კარგია, მოვიკითხავ რადიო მსმენელს და თქვენს მაშინ. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა, საქმე ის არის, რომ ჩვენი გადაცემა ყოველთვის არის მიძღვნილი ჭორების მიმართ, მაგრამ როდესაც ჩვენ მეგობრებს ეხება, ძირთადად გვინდა ხოლმე რომ ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდეს და არ იყოს მართალი. აი ხო ძალიან ბევრი SMS-ი მოგვივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია თუ არა რომ ნიკა ლომიძე და თეა გობიჯიშვილი დაშორდნენ ერთმანეთსო და ძალიან გინდა თქო, ნუ ვთხარი ყველას, მაგრამ ვერ მოგარჩი. ხო და ეს პირველ რიგში ხომ ჩემთვის მეიკითხათ, მაგრამ იმდენად რაღაცა ეს პერიოდი არ მინარი და რაღაცა გული გამის. იცი მე ეჭი მაქვს რომ ხალხს უბრალოდ არ უყვარს რომ ადამიანები კარგად არიან. უნდათ რომ რაღაცა ხშირ შემთხვევაში ეგრეა მართალი ხარ. ხო. ნიკა შენ რა კარგად ვარ რომ მეტი რო არ შეიძლება ზუსტ შენ. რა ხო მე ეს ან კარგად ვიცი და ისიც მე სულხეთში ვღადაობ ეს თემა, ჩემი პირველი რომ ნიკა ლომიძე თეა გობიჯიშვილს ყოველი დღე აქვს როგორც პირველი დამღალეს თავისი სიყვარულით და თან აი მე მაინტერესებს შენ რა შენ ჭორზე როგორ რეაგირებ? ამდე რა არის? ეს რეალურად ჩვენ ვიცოდით თავიდანვე რომ ჭორი იქნებოდა და არ იქნებოდა სიმართლე და მაგიტომ დაგირეკეთ რომ შენ ეს თავად გეთქვა. და მთვრად გეთქვა ხალხისთვის. ხალხისთვის, ხო, იმიტომ რომ ჩვენგან არ დაიჯერებდნენ და რატო ააგორეს ეს ჭორი როგორ? კარგია, თუ ჭორაობს ხალხი, ესე იგი აქტუალური ხარ, ეს ერთი. მეორე თავში ქვა უხდე, ვისაც რა უნდა ისთვის, ხო? თავში ქვა უღლია და მახათი სადღაცო ხო რაღაცა იქნა გასულ გაერთოს ხალხი რაღაცა გასათა თუმცა კარგზე რო გაერთონ გაცილებით გამეხარდება მე კი არა ყველა და ალბათ თვითონაც დაწმარდებიან და აღარ იქნებიან გაცვლებულები და დანერვოზებულები დროა უკვე რომ გაგვეხარდეს და არა ცუდი რა თქმა უნდა ძალიან მინდა ეს მართლა რა თქმა უნდა მაგრამ მე ვფიქრობ მართლა ვფიქრობ ახლა შენ მე მიცნობ რომ სულ იუმორის ქვეშ ვარ მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვღადაობ რომ საერთოდ ადამიანები მე მგონი ცუდზე უფრო ერთობიან ეს აზლობლენი და ძალიან ცუდია და მე გილოცავთ იმას რომ შენ აღარ მიკვირს ჭორები ხა გამეცინა რომ მკითხეთ იმიტომ რომ უარეს კონტექსტშიც მომისმენია ეს ჭორი მაგალითად მაგალითად ნიკა ლომიძეს ალო ხო გესმით კი მაგალითად ნიკა ლომიძეს boyfriend იყავს კონკრეტული სახელის და გვარის და ასე და იმიტომ გაშორდა თეა ანუ ეხო გიждდებიან აქ ეს ვიღაცა შეუცვალა არა ნუ ეგეთი არ გაგვიგია ვარ აბსოლუტური ნატურალი თეა გობიჯიშვილი მიყვარს და ერთად ვარ რამხელა ხაღლავ თქვი თეა გობიჯიშვილი თუ არის შენს გვერდით აკოცე ბევრი ჩემს არა ის არა სამწუხ არა ჩელი აგვის არაფერი ბზუზა ვაკოცე ჩელეს ჩელეს აკოცე კერშენ და ჩელეს კარგი კაი აკოცე არ მინდა არა ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთვე და ძალიან დიდი მადლობა რომ სიმართლე გითხარი და ახადე ფარდა ამ სისულელეებს და სინამდვილეში შენ და თეა კარგად ხართ და კარგად იქნებით ყოველთვის ჩვენ წარმატებებს გისურვებთ და მადლობა რომ ჩაგვერთვე თან ჩემთვის მართლა შენზე ზუზუ გიждები შენ მე ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია გობიჯიშვილი და ნიკა ერთმანეთის გარშე ასე რომ მართლა ძალიან მიყვარხარ და ახვამდის ნუ კი მანქანას ხომ ათხოვებ და ამას სიგნალებინე კი დაგასიგნალებინე კოც ცოტა კავა ბევრი ჭორი